ტყის შუაგულში, იქ სადაც ჩიტუნების ჟრიამულის ხმა გაისმოდა, იდგა გულწრფელობის სარკე. ამბობდნენ, ერთღამეს ვარსკვლავს ქიმი მოტყდა და ამ ადგილას ჩამოვარდაო. ვარსკვლავის ქიმი იმდენად სუფთა და ნათელი იყო, გულწრფელობის სარკე შეურქმევიათ ხალხს. სოფლის ხალხი ხშირად სტუმრობდა სარკეს. ჩაიხედავდნენ შიგნით და გულწრფელ ემოციებს უზიარებდნენ. ყველა სიხარულსა და ყველა კარგ გაკეთებულ საქმეს. სიკეთეს, რომელსაც ერთმანეთს უკეთებდნენ და სარკეც უსმენდა. უსმენდა მათ გაბრწყინებულ სულებს და უფრო და უფრო კაშკაშდებოდა. გადიოდა დრო. ხალხმა იკლო გულწრფელობის სარკესთან. სოფელში შური ბოღმა ერთმანეთზე ჭორაობას დაესადგურებინა. ხალხი ერთმანეთს ატყუებდა და ტყუილი ცხოვრების ჩვეულ რითმად აქციეს. იშვიათად თუ მივიდოდა გულწრფელი ადამიანის სარკესთან. სარკე უსმენდა, მაგრამ ვეღარ კაშკაშებდა ძველებურად. ერთხელ სარკე გაბრაზდა და თქვა: როგორც თქვენი გულწრფელობა გაწყდა, ისე გაწყდეს თქვენი თმა. ეს ხმა ისე მკაფიოდ გაისმა, მთელი სოფელი შეზანზარდა და ყველამ გაიგონა. მეორე დილას ხალხში ქაოსი შეიქმნა. ყველას თმა დასცვენოდა და ხალხი პანიკას მოეცვა. ერთად შეიკრიბნენ და გამოსავლის საძებნელად ლოკოკინების ტყეს მიაშურეს, სადაც კეთილი ჯადოქარი ბებო კარლა ცხოვრობდა. ბებო კარლამ გულდასმით მოისმინა მათი გაზაჭირი. ხალხი ტიროდა: ეს ყველაფერი ჩვენი ბრალია, გულწრფელობის სარკე ჩვენ გავაბრაზეთო. ბებო კარლამ მაშინვე შეაგროვა ხალხის წრემლები და ღამით გულწრფელობის სარკეს ესტუმრა. სარკე ძლივს ღაანათებდა ტყეს. ბებო კარლამ ხალხის დანაბარები გადასცა, თუ როგორ ნანობდნენ თავის საქციელებს. ხალხის გულწრფელი სინანულის წრემლებით გაწმინდა სარკე. სარკემ კაშკაშს მოუმატა და გაბწყინდა. მაშინ სარკემ სთხოვა ბებო კარლას. ხალხისთვის ისეთი რამ დაემზადებინა, რაც მათ თმას დაუბრუნებდა და თუ ამას გათენებამდე მოასწრებდა, წყევლაც მოიხსნებოდა. ბებო კარლა მაშინვე გაუყვა ლოკოკინების ლორწოს ნათელ ხაზებს. ლოკოკინები მიანიშნებდნენ მას, თუ რა დაჭირდებოდა ჯადოსნური ზეთის დასამზადებლად. მაშინვე მოკრიბა ყველა კომპონენტი: როზმარინი, აბუსელათინი, კანაფი, მიხაკი, გვირილა, დაფნა, მაკადამია. ყველაფერს ზეთი გამოადინა და ლოკოკინის ჯადოსნური ლორწო დაუამატა სხვა ვიტამინებთან ერთად. მის კართან გათენებამდე უზარმაზარი რიგი დადგა. ხალხი ბებო კარლას სკალპის ზეთს იზელდა თავზე და ჯანსაღი, მზინავი თმა ამოსდიოდა, არც ქერტლი, არც თავის კანში არსებული რაიმე პრობლემა. ბუნების ძალით დატვირთული ეს ზეთი მართლაც ჯადოსნური აღმოჩნდა. მზის პირველ სხივს ადამიანების სიხარულით შეხვდნენ. მადლობა გადაუხადეს ლოკოკინების მწყემს კეთილ ჯადოქარს, ბებო კარლას და გზა გულწრფელობის სარკისკენ განაგრძეს. ერთი სული ჰქონდათ მოეყოლათ იმ სიკეთეზე, რაც ბებო კარლამ გააკეთა მათ დასახმარებლად და გასაოცარ სკალპის ზეთზე, რომელმაც სასწაული მოახდინა. სარკე ძველებულად ანათებდა. ბებო კარლა სკალპის ზეთებს ამზადებდა. ხალხი გულწრფელ ემოციებს აცოცხლებდა.